მოგესალმებით კიდევ ერთხელ მეგობრებო. მე ერთი საინტერესო თემის წამოჭრა მინდა, როგორც 5 წლის გამოცდილების მქონე დისპეჩერს საქართველოში. მე მაინტერესებს მაგალითად, რა შეიძლება იყოს გამოსავალი იმ აურაცხელი რაოდენობა დისპეჩერებისა, რომლებმაც გაიარეს კურსი, მაგრამ მიუხედავად დიდი აქტიური მცდელობისა, რომელიმე კომპანიაში დაიწყო მუშაობა, ვერ ახერხებენ ამ ყველაფერს. და მაგალითად რა არის გამოსავალი თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს ადამიანები, ამ ადამიანებს ერთიანად დავეხმაროთ, ან თუ შეგვიძლია ისეთ რამეს მოფიქრება, რითაც ეს ადამიანები ერთმანეთს დაეხმარებიან სამსახურის მოძიებაში. მე მაქვს მაგალითად ერთი იდეა, ხო, თქვენ ჯერ მოგისმენთ. დიდი ის არის პრობლემა წამოჭერია ხა თქვენ წინაშე, ყველა ადამიანის დახმარება, ყველა ადამიანის დახმარება, ცოტა გამორიცხული მგონია. ყველა ადამიანს ვერ დაეხმარება ფიზიკურად ესე მგონია. კი ბატონო. მაგრამ თუ ვიტყვით ესე დავსვიტკითხოს თუ როგორ შეიძლება რომ ყველაზე მეტ ადამიანს დავეხმაროთ. ალბათ ესე უფრო სწორი იქნებოდა ჩვენი მსჯელობის წამოწყება. კი ბატონო. თუნდაც ეგრე იყოს. შეგვიძლია ეგრე ვისაუბროთ. მე შემიძლია დავამატო და განვავრცო შენი თემა, რომ იდეაში ისეთ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ მაქსიმალურად, ვისაც მართლა უნდა ამ ბიზნესში შემოსვლა და მუშაობის რეალურად დაწყება და არა უბრალოდ ისეთი ადამიანები, ვისაც უბრალოდ სახლში უნდა ჯდომა და კომფორტულად ერთი მანქანა რო ყავდეს ჩაბარებული და დოლარში შემოსიოდეს ხელფასს. ანუ ამ ადამიანებს უბრალოდ ფიზიკურად შეუძლებელია რომ დავეხმაროთ, იმიტომ რომ გინდა არ გინდა, თქვენც აქ ხართ ეხლა ერთად ვართ შეკრებილები და ანუ იმის გარდა რას ვაკეთებთ ეხლა თუ არა რომ ხედავთ, ფიქრობთ და მსჯელობთ თუ როგორ შეიძლება რომ ეს ბიზნესი რაღაცნაირად ავაწყოთ და ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ჩემი აზრით არის like-minded people, ერთი აზრის გარშემო ვინც ტრიალებს, ესეთი ადამიანების მინი დაჯგუფებები, მინიმუმ, ეგეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ და ალბათ რავი, ჩვენი ჩანაფიქრი რაც არის, დავიწყეთ პატარა ისეთი like-minded people, შევკრიბეთ რაღაც ვართ ხო 5-დან 10 ადამიანამდე, ვისაც გვაინტერესებს და გვინდა რომ არა მარტო უბრალოდ დოლარში შემოგვდიოდეს ხელფასი, არამედ მართლა განვითარდეთ და ავიმაღლოთ ჩვენი კვალიფიკაცია დისპეჩინგის და ბროკერიზმის განხრით, ესე რომ ვთქვათ და ალბათ ხო გუნდურობა იქნება პირველი ნაბიჯი. კი, პირველი გუნდურობა, ამიტომ მე ვფიქრობ, ჩემი გადამზადებული სტუდენტებიდან რომ ვიმშოლთ იმ პირველ უცოდნაზე დაფუძნებით, მოკლედ, როცა ამ საქმეს სწავლობს ადამიანი და როცა დისპეჩინგს იგებს ზოგადად რა პროფესია, ხო? არის ადამიანთა კატეგორია, რომელიც ამ პროფესიის გარკვეულ მიმდინარეობაში და გარკვეულ კუთხით არის ძლიერი. მაგალითად, თუ 3 დისპეჩერისგან შემდგარ გუნდს ავიღებთ, ხო, რომელსაც ერთ და იგივე კურსი აქვს გავლილი, ერთი მათგანი მაგალითად შეიძლება სწრაფი რეაქციის მქონე ადამიანი იყოს და სწრაფად იჭერდეს ლოუდებს. მეორე ადამიანი მაგალითად ძალიან კარგი მომლაპარაკებელი და დიპლომატი იყოს, რომელიც პრობლემის მოგვარება შეიძლება იყოს და მესამე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელსაც შეუძლია ახალი ინოვაციური სტრატეგიების ან რაღაც ახალი მიდგომების მოფიქრება. ხო და მაგალითად ხშირად არის ხოლმე ესეთი მიდგომა, არასწორი ფიქრია და სტერეოტიპია ჩემი აზრით, რომ ანუ დისპეჩერები, კარგი დისპეჩერი ვერ იქნება თუ ყველაფერს ერთად არ აკეთებ. არა, ანუ დისპეჩერი არ არის მარტო ერთი მიმართულება და მთლიანი კომპლექტი ამ საქმიანობისას, რასაც ვაკეთებ. და მე მაგალითად წარმატებულ გუნდებთან მუშაობის გამოცდილებით ზუსტად ეგ იდეა დავინახე და ეგ სწორი მიდგომა დავინახე, რომ არა უშავს ამ შენ თუ ხარ შეგიძლია მაგათეთო ტვირთების მოძიება, ლოუდების დაჭერა და ერთად თუ არ გამოგდის, არა უშავს, ანუ მოდი გავყოთ, დეცენტრალიზაცია მოვახდინოთ რა ამ კომპანიაში და შენ იყავ დიპლომატიის კუთხით მომგვარებელი, ვიღაც ძალიან სწრაფად იჭერს ტვირთებს პლატფორმებიდან და მოდი ერთი იქ დავსვათ და თუ მაგალითად ეს ადამიანი ტვირთების სწრაფი მომპოვებელია, მეორე ადამიანი იყოს ამ ტვირთების დამლაგებელი, pick-up delivery-ზე რეკავდეს, არ ყვევდეს და მოკლედ tracking-ს მიხედავდეს რა, ჩემი აზრით ესეც შეიძლება გამოდგეს. ეს დამწყებებისთვის ცოტა რთული გასაკეთებელი არის და მათიმაში შედეგებსაც უნდა შევეხოთ, იმიტომ რომ დავუშვით ხა ჩვენ 4 ადამიანი რომ დავუჭდეთ და ხო თქვენ მენეჯმენტური საქმე უფრო ხო კომპანიის მენეჯერი ყველანაირად ჭირდება ვიდრე დამწყები დისპეჩერი. კი ბატონო, ანუ ერთი ადამიანი გჭირდება, რომელიც ამ ყველაფერს დაამენეჯმენტებს. კი, მაგას უკვე გამოცდილება ჭირდება რა და ანუ მე ვფიქრობ ეს რაღაცას რომ თუ მაგ იდეოლოგიას გავუყობით რომ მოდი გუნდურად შევიკრათ და ერთი მანქანითაც რა დაიწყო. ერთი დამოუკიდებელი კლიენტი რო ყავდეს, ძალიან ბევრი ჩვენიანები, ქართველები, ყველა ვინც კი სწავლობს, არის რეფერალი, ხო? ან ვიღაცამ გამოგზავნა ამერიკიდან, რომ კარგი სფეროა დისპეჩინგი ისწავლე და ესეთი ერთი ადამიანიც რომ იპოვო და ერთი მანქანაც რომ ყავდეს, 4 ადამიანი რომ დაუჭდე, რეალურად გამოიმუშავებ
რაღაცა კონკრეტულ ერთი ადამიანისთვის საკმარის ხელფას, მაგრამ 4 ადამიანისთვის არა საკმარის. მართალია. ანუ აი ამ შედეგისთვის მზად უნდა იყოს ნებისმიერი ადამიანი. გამოცდილებას იღებთ სამაგერად 4-ვე. ხო, ანუ ეგ არის ყველაზე საინტერესო, რომ 4-ვე სწავლობ რაღაცა ძალიან დიდ თემას. ერთი რასაც დავამატებდი ის არის, რომ დღესაც შაბათის საღამოა და ვზივართ აქ ხალხი ვლაპარაკობთ, განვიხილავთ რა როგორ გავაკეთოთ, უკეთ როგორ განვითარდეთ. და ამ სფეროს რაღაც მსგავსი რაღაცები უხდება. და ეს სფერო ნამდვილად არ არის ისეთი ხალხისთვის, რომელსაც მალე უნდა წარმატების მიღწევა და რაღაცეების გაკეთება, ეჩქარება, ან ეზარება. ეგეთი ადამიანი თუ ხარ, ამ სფეროში უბრალოდ ჯობს იდეაში არაფერი არ გამოდის ცხოვრებაში ეგრევე. ყველას უნდა 2 დღეში რომ ეს ითიოს შეადარე ნებისმიერი სფერო. ანუ დიზაინერი გინდა გახდე 1-2 წელი, მაგრამ უნდა იმუშაო, ატყავდე პორტფოლიოზე და ასე შემდეგ. გაყიდვები გინდა, მაგრამ უნდა შენს ლაპარაკზე იმუშაო, შეეხო ხალხი გაიცნო, ასე შემდეგ წლები უნდა ამ ყველაფერს რა და დისპეჩინგი ერთადერთი სფერო არის მე ამას ეს თუ მოგეწონებათ ეს თეორია. დისპეჩინგი არის ერთადერთი სფერო, რომელშიც შენზე არის დამოკიდებული, რამდენად სწრაფად განვითარდება. იმიტომ რომ ანუ რაც გჭირდება, არის პრაქტიკა, თავისთავად და ამასთან ერთად მაქსიმალური ინფორმაციის შეგროვება, რომელიც არის ყველაფერი აქვს, უნდა იჯდე და უბრალოდ შაბათსაც და კვირასაც უნდა ახალო თავი. რა თქმა უნდა, კი. ხანდახ ხშირ შემთხვევაში ეგრეც არის ხოლმე საჭირო. ყველა სფეროში. იმიტომ რომ აი ნახე ჩემი გამოცდილებიდან რა შემიძლია თქვა, აი წარმოვიდგინე უყურებ დაახლოებით დღეში ქარჰაულინგზე ავიღოთ, ხო? 7 პლატფორმას უყურებ დღეში, რომელიც თითო მინიმუმ 3000-ი რეფრეშდება დღის განმავლობაში. დაახლოებით დათვლილი მაქვს რა. 20000 რეფრეში მარტივად. ხო, წარმოიდგინე რა. ეხლა შენ წარმოიდგინე რომ რამდენი ქალაქი, რამდენი შტატ 50 შტატიდან რამდენი ქალაქი არსებობს და რამდენი ადგილიდან გამოდის რაღაც ტვირთები, ხო? შენ რომ ამ 20000 დარეფრეშები შენ ამ ოფერს უყურებ, შენ გონება ამ ოფერს იმ წამს ვერ აანალიზებს. ანუ შესაბამისად შენ გჭირდება რაღაც დრო რომ ყოველ დღე აი დღეს ხო რამხელა ინფორმაცია მიიღო შენ მაგონება. მეორე დღესაც ხო დიდი ინფორმაცია მიიღო, მესამე დღესაც დიდი ინფორმაცია იყო და შენ რაღაც პერიოდის მერე ვფიქრობ პაუზა გჭირდება რომ აი ეს 1-2 კვირა რას უყურე, რა სტრატეგიები გააკეთე, რა მიმუშავა, რა არ იმუშავა, საიდან გამოვიდა თურთები, საიდან ვერ გამოვიდა. ანუ ამ ოფერზე მიუხედავად იმისა რომ შაბლონი გააქვს ლექტორისგან, ხო? მაინც გჭირდება რომ შენ თვალი დაინახო ეს ოფერი რა და აი ეს ადამიანები ვინც ფარხმალს ადრე ყრიან ხოლმე და ამბობენ რომ უი 1-2 კვირა ვიმუშავდა და სტრესული არ გამომივიდა. ნუ სტრესია ხო? სტრესი ანუ არის ნებისმიერ რაღაცაში. ეხლა მე რო დავდგე და აი ამ ხის ჯოხით ვისწავლო ფარიკაობა თუ რავი რაღაც ნებისმიერ რაღაც რო ვისწავლო, ჩემი ტვინი გადახურდება და ისტრესება. 21 დღე გჭირდება. ხო, მაინც დავისტრესები, მაინც. ყოველ დღე რო ბევრი საათი აკეთო, 12 საათი რო დაახარჯო მაგას აუცილებლად რა თქმა უნდა. რაღაც მომენტში მიხვალ რაღაც იმ ნაწილზე, რომ ვფიქრობ, რომ ამას უღარ გავხსდები, უღარ გადავლახავ და ბუნებრივი. მოგინდება რომ დანებდე. ბუნებრივი. შენ რო თქვი ლექტორისგან მარკეტინგი რო აქვს ნასწავლიო. ანუ მაგალითად ახლა ამ საქმეში ესეა, რომ მაგალითად ეხას წინა კვირაში ძალიან კარგად მუშაობდა. ამ კვირაში ჩავრჩა მანქანა რა. მთელი კვირა დგას. ხო და ყველა კვირა ცვალებოდია მარკეტი, მაგას ვიძახი რა. მე მგონი პირველი ერთ-ერთი რაზეც ვეხებოდით, საერთოდ ამ ბიზნესს, მე მგონი რა ხსნიდი ამას და თუ შენთან არ ახსენით ბოდიში ამისთვის. ახლა ძალიან მარტივი თემაა, რომ მართლა მარკეტი სულ იცვლება და უბრალოდ ერთად უნდა ისწავლო, ამ სფეროში არის განა, დღევანდელი მარკეტი უნდა ისწავლო რა თქმა უნდა, მაგრამ რომ დაჯდები, უნდა გქონდეს აი ეს უნარჩვევა გამომუშავებული, რომ შეხვიდე პლატფორმაზე და გქონდეს სისტემა თუ როგორ დაალაგო მარკეტის მსვლელობა, როგორ მიდის. ხო. ეგ ყოველ დღე იცვლება რა თქმა უნდა და არა მარტო სხვათა შორის რო იცოდე, ტვირთებზე არ არის რა, ამ ტვირთებზე პლატფორმაზე ყურებაზე არა, ეგ არის ეკონომიკური მდგომარეობა, ეგ არის ტრამპმა რა გადაწყვეტილებები მიიღო და რა შეიძლება რომ შედეგები გქონდეს, მაგების გაანალიზებაც კი. კი, რა თქმა უნდა. ამიტომ უნდა უყუროთ ხოლმე რა ონლაინ გაზეთებს, ონლაინ ინფორმაციებს და არ უნდა გამოგხსნას ის ინფორმაცია, რომ რომელმა შტატმა რა კანონი მიიღო, იმიტომ რომ შეიძლება ზოგმა შტატმა ეს ვინაიდან რაღაც ფედერაციული მოწყობა გვაქვს, ზოგმა შტატმა შეიძლება მიიღოს კანონი, რითაც არამოქალაქე მძღოლები შტატებში არ დაიშვებიან და მოკლედ ძალიან ბევრი ფაქტორია. ანუ სტრესს რო გავამახვილოთ ყურადღება რა. ლოგიკური რო სტრესი გაქვს და ამიტომ როგორმე თუ უნდა გავუმკლავდე მაგ სტრესს არის რომ მართლა ერთ დღე ადგე დაისვრი. ხო, რეალურად კომპიუტერის გარეშე. ხო, რეალურად სტრესი როდის მოდის ადამიანის გონებაში, მაშინ როცა ჩვენ არ შეგვიძლია გქონდეს კონტროლი ისეთ საკითხებზე, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. შესაბამისად, თუ დისპეჩერი მაგალითად მაგ გონებაში დაუშვებს და მიხვდება ზუსტად მაგ ამბავს, რომ იცი რა, აი საქმის 100%-დან 70% ჩემზეა დამოკიდებული, როგორ შევასრულებ კონკრეტული ბაზრის პირობებში ტვირთების აღებას, ხო? და კვირიდან კვირამდე დაგრუსვას, ესე რომ ვთქვათ.
მაგრამ ის 30% ხანდახან გადაწონის ხოლმე, რა, ეს 30% არა, რომ ტვირთები დაიდოს და ამ დადებული ტვირთებიდან ჩვენ მოვახდინოთ პოზიციონირება და ლავირება, ხო? როგორ იქნება ეს ტვირთები აქეთ-იქით და აი ეს 30% ხანდახან გადაწონის ხოლმე და ჩვენ განწყობაზე და ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ძალიან მოქმედებს ხოლმე, რა. ანუ მე თუ ხედავ რომ ვზივარ, მუშაობ, არ ვდგები აქეთ-იქით, არ დავდივარ კომპიუტერთან, არ ყურადღებით ვარ და რაღაც არ გამოდის, ესე იგი ეს არ არის ჩემი ბრალი, ხო? მაგრამ თუ ყურადღებით ვარ და შესაბამისად ეგეთ დისპეჩერ სტრესი არ უნდა გქონდეს. უნდა გქონდეს პასუხისმგებლობა და დისციპლინა, მაგრამ არა ისო თუ ტვირთი არ დაიდო, ეს ჩემი ბრალი არ არის. ხანდახან აი გვეპარება ხოლმე გონებაში, ხა მე აღარ შემეპარება და არც თქვენ, რა თქმა უნდა, მაგრამ ნუ ხშირად არის ხოლმე ფუშინგი რა მძღოლებისგან, რომ ყველას ქონია რომ დისპეჩერის ბრალი ეგ ყველაფერი. კი, აი შემთხვევა მქონდა ეხლა მაგალითად ისა ჰემპი და CBD პროდუქტები არის იცით თუ არა. სამედიცინო მარიხუანა არის რა. ხო და ყველანაირი საბუთი მოგცეს 0.3%-ზე ნაკლები უნდა ქონდეს რაღაც შემცველობა. ყველანაირი საბუთი ქონდა და ჩვენ მოძღოლმა გაიარა არკანზასში რა. და ბროკერისგან არ გქონდა ჩვენ ცნობა, რომ არ შეიძლებოდა არკანზასში გავდა და გავაჩერა რა მძღოლმა ხაზებში გადადიოდა და ხაზებში გადასვლაზე ჯარიმის დაწერამდე რომ მივიდა საქმე, სუნიც იგრძნო რა, გამოდიოდა მანქანიდან. აი ხო და ერთი დღე ჩასვა რა, ერთი დღე იჯდა ეს კაცი ციხეში და მე ნუ $15,000 გამოვიყვარე თქონი რა. სიცა. აი რეებს აღარ გაიგებს. ანუ ეს პატარა დეტალის გამო. ეს ახლა დისპეჩერის ეს ახლა იდეაში დისპეჩერის ბრალი ხო არ არის, იმიტომ რომ ყველანაირი ინფორმაცია გქონდა ბროკერისგან, რომ ანუ არაფერი საში არ არის, ერთადერთი იუტას უნდა ავწდომოდით, იუტას ავწდით, ქვევიდან წამოვედით და არკანზასში შევედით თუ არა გააჩერეთ ხოლმე პლანიაო რა, არა და არ არის იდეაში პლანი ეგეც. პირველად გადაგქონდათ ეგ? არა, ბევრჯერ წაგვიღია. და აქამდე არ მომხდარა არაფერი. ალბათ არკანზას აქვს ისეთი წესები, რომ ანუ ერთადერთი შტატი რაც წერა იყო იუტა რა და იუტას ყველა ბროკერისგან არასწორი ინფორმაცია ხო, ქონა. ბროკერისგან, ნუ იდეაში ბროკერის ბრალი, მაგრამ ძღოლისგან მოსახედიდან ეხა საბოლოო ჯამში პოლიცია ჩვენ გოჩერებს, ჩვენ ვართ მე დამნაშავეები მართლაც. კი. ვერ დააბრალებ ბროკერს. ჩვენზე წდება ყველაფერი. მაგრამ აი ეხლა ამასთან შედარებით აი დისპეჩერის ბრალი არის თუ არ არის რა, ანუ რაღაც მხრივ ანუ არ დაგბრალდება რა, გინდა არ გინდა. იმიტომ რომ აი ხა ეგეთი პროდუქტი როდესაც გადაგაქვს მაგალითად CBD გვერდზე გაწიე ნებისმიერი dangerous რაღაცა როდესაც გადაგაქვს რა ხო კონკრეტულ სტატებს აქვს თავისი რეგულაციები როგორ უნდა იყოს ნიშანი გადმოწეული როგორ სიმაღლეზე 2 მეტრზე რაღაც ყველაფერზე ყველა შტატს აქვს თავისი რეგულაციები რა და რაღაც მხრივ ანუ დისპეჩერის მე ვერ დაგეთანხმები ყველაფერი შეკები ვართ თავიდან წინებდებას მოვალეობაა რომ იცოდეს კი ქართული ტერმინი ყველაფერში ყობა მომწონს რა ანუ იმიტომ რომ მარტო ტვირთების აღება ჩაბარების აქტი არ არის, ანუ მზისეთ გზაზე დაკვირვებაც არ არის, ანუ მართლა იმდენ ინფორმაციას ვაგროვებთ, რომელიც ხელს უწყობს კომპანიის წინსვლას. კომპანიის წინსვლას რა, არა მარტო კონკრეტული დრაივერის და ეს კომპანია როდესაც წინ მიდის, შენზეც მოქმედებს, ჩემზეც და ყველაზე მოქმედებს ერთიანად და აი ხა მაგალითად ეგეთ შემთხვევაში, შენ რო იცოდი რომ ძღოლისგან რო დაუშვათ რა გზა უნდა გაიარა, რაღაც მხრივ ვერ დაგაბრალებ არაფერს ანუ რთული საკითხია რომ ეგ გაიგონ და კოდექსებში მანდი იჩალიჩე ყველაფერს ვერ გეცოდინება მაგრამ ხო რა ანუ იდეაში მე რა ვიზახ ის ბროკერისგან გაქვს შენ სრული ინფორმაცია და შენ როგორც დისპეჩერი ამ ინფორმაციას გადაცემ შენ ძღოლს და რაც ვიცოდი ის ყველაფერი უთხარი და რა შემცველობა ქონდა რა გადაქონდა ყველაფერი და დოკუმენტების მოხდეს დამატებითი ყველაფერი ყველანაირი დოკუმენტი რა შეიძლება გაკეთებინა ყველაფერი გააკეთებინა აი უიჭველი არკანზაში არ იქნებოდა პრობლემა აი დარწმუნებული არ იქნებოდა პრობლემა სადღაც რაღაცა ვიღაცა კლეოზნიკი ოფიცერი შეხვდა რა იმ ადამიანსაც მესმის ახლა პლანიშუნია ხო ნუ გააჩერებ ადამიანს ახლა პლანიშუნია რა შეიძლება სხვა რაღაცა გადააკ ვაფშე მაგრამ იმყუთებს ხარ როდის გახსნიან როდის ექსპერტიზაზე გადააგზავნენ არ ვიცი ხო შეიძლება მართლა იმან გადაიყვანა იფიქრა რაღაცა არ გადაგქონდეს არ გავატანო რა იცი რა როგორ კრიმინალს სუროსაბუთი არ ქონოდა ხო რაღაც კანონი აქვს ისეთი რაც აძლევს საშუალებას რომ რამდენიმე ხნით ჩასვას ციხეში ადამიანი და გამოიყენა ეს მის ძალაუფლება. ეგეთი ადამიანები ხშირად ხდებიან. ასე ხო შენ დაეხმარა ისე მაგ ადამიანს რომ რაღაცა საბუთები მოწეს რომ ჩვენი კომპანია მაგარი როლი გვაქვს ძალიან ანუ ადამიანები შეგვიძლია ძალიან გაუმართოთ ხელი. თავიდან $50,000 იძახოდნენ გამოსაყვანად. მე 25-ზე დაწიეს. მე 15-ზე დაწიეს და ბოლოს 5-ზე დაწიეს. ეგენის ფულის კეთებაზე არის. ხო და ანუ 5,000-ად გამოვიყვანეთ ხოლმე რა ჩვენო კომპანიამ და ეხა ის ხუთები ექსპერტიზაზე გავა და ნუ ხუთებში რადებს ნუ ხუთებში რადებს აი მაღაზია პასუხის გებობა რა შენ ვეღარ აიღებ მაღაზია ხო ხო იმედას მახსოვს ერთხელ პირდაპირ ამერიკის შერიფთან არაერთ რა ქვია პატრულის წარმომადგენელთან ასევე გარემოს დაცვასთან ყველასთან ერთად უსაუბრია 1 საათში
კი, მახსოვს. ნუ ეგეც ეხა ისეთ სიტუაცია მოხდა, რომ პროცესში გავარკვიე რეალურად ხომ რა გააკეთა. საერთოდ არ ვიცოდი ეგეთ რამის გაკეთებას თუ აპირებდა ან გააკეთა ან დაიჭირა ვინმემ და ახლა ეგეთ შემთხვევაში არა ვიცი, სტრესი გარანტირებულია, მაგრამ მაგას შენ ძალიან კარგი გადამუშავებული სტრესის ის გვაქვს მე ენერგია. ეხა უბრალოდ ეს მოხდა, ხო არა უშავს, არ არის პრობლემა. ანუ რეალურად ეხა მაგ საქმიანობის მერე ეხლა რა საქმეც არ უნდა დავიწყო, ვიცი რომ სტრესის რეული ზემოთ აღარ ამივარ. აბა შენ წარმოიდგინე ეხა დრაივერები რო არიან იქსაზე რომ მიდიან. ჯერ ამ ხელა როგორ გზებზე მიდიან, მე ვიღაცები რო უხტებიან ხოლმე. აბა მაგათი სტრესი თქვი ეხა შენ და რა სტრესი შედარება. ხო თითო 9 საათიან საუბარში 1-2 სამავარიას ბრძოლი ნამდვილად არგებს თავს. რამდენჯერ საშუალო რო დავდო. აი მართლა, რამდენჯერაც დამირეკია ამ ბრძოლისთვის. ერთი გინება უეჭველი აქვს ვიღაცას ვინც ჩაუჭრა გზა. უეჭველი, გამოწერილია ეგ იმენ. უეჭველი. მინიმუმ. ერთი ანუ მინიმუმი. სტრესული არის თუ არის დრაივერობა რეალურად და ჩვენი საქმე სტრესულია, ვერ ვიტყვი რომ არ არის, თუმცა ისეთი სტრესია, რომელიც შეგიძლია რომ კარგად გარდაქმნა რა. კი, მართალია. ანუ უბრალოდ ჩვენ გვჭირდება გონების გადართვა, რომ ეს არის უბრალოდ სამსახური და მეტი არაფერი. აი მე კიდე მქონდა ხოლმე ძალიან რთულად ეს ყველაფერი განცდილი. რა, მაგალითად თავისუფალ დროს მაინც სამსახურზე ვფიქრობდი და სამსახურის საათები რომ მორჩებოდა, მაინც გონები და სხეულით სამსახურის გარემოში ვიყავი ხოლმე და ანუ ფაქტობრივად იყო ხოლმე მომენტები, როცა პირად ცხოვრება ფაქტობრივად არ ქონა, იმიტომ რომ სულ სამსახურზე იყო გადართული ორგანიზმი და ეს სტრესის გამომუშავება, სტრესის ჰორმონი სულ მიდიოდა და ზილის პარალიზამდეც მივედი. სხვათა შორის რომ აი ერთი დღე ლოგინა რომ ვიღარავდები მივხვდი რომ ცოტა სხვა რაღაც სხვა მიდგომა მომჭირდებოდა ამ სამსახურისადმი. რა მნიშვნელობა აქვს დისპეჩინგი იქნება თუ სხვა. არა ლოჯისტიკა კი ახლა ყველა ამბობს რომ ლოჯისტიკური სფერო გამოირჩევა სტრესის მაღალი ლეველით რა. ყველა მაგას ამბობს. ხო, გზაში რა მოხდება როც არის. ხო. და ყოველთვის რაღაც საფრთხის წინაშე ხარ. მილიონ ადამიანზე ხარ დამოკიდებული, წარმოიდგინე და ყველა ცოცხალ არსებობს. ვიღაცა რაღაცას მიქარავს ყოველთვის. ადამიანის სამუდამოები ირმები რამდენი ხდება მარტო ზღოლებს გზაში. ეგეც მართალია. ანუ წარმოიდგინე ირემი გადმოგიხდა გზაზე და თუ არ იცი როგორ მოიქცე რეალურად, აი მას ხომ მაინც გააკეთე და წარმოიდგინე ხა უკან რო გიდევს იქ ტონებით ტონა 35 ტონა მასა მიდიხარ წარმოიდგინე. იგრევე ამოტრიალებული ხარ. კი. არა უნდა გაგაჩეროს რა სლოვარაგო. სამში. უცბად პოდკასტი გახდა თერაპიის აღამოთ. ერთგვარი კი. და ხო, აი სხვათა შორის ვფიქრობდი ხომ, ბოდიშ თან კი არ დაიწყო შეიძლება, აი მაგ საქმიანობაში ძალიან მეხმარებოდნენ ხოლმე ჩემი მეგობრები, თქვენ იყავით, ჩემ გვერდით, მაშინ როცა რთული სამუშაო საათების მერე მოვდიოდი ხოლმე და ამ ყოფილს ვაზიარებდი მეგობრებთან ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ძალიან ბევრ ადამიანს დისპეჩინგზე ვერ ესაუბრო, იმიტომ რომ მაშინ ჯერ კიდე 5 წლის წინ არ იყო და გამოსწორდა, მაშინ მარტო ჩემი მეგობრები მყავდა, ვისთანაც უზიარებდი ხოლმე და მეხსნებოდა ხოლმე. თორე ჩემი მეგობრები რო არ ყოფილიყო, ალბათ ხა საგიშეჩი ვიწელოდი. გაგონია იცი ხალხს, რომ თითქოს ჩვენ როცა დავიწყეთ, უფრო მარტივი იყო დაწყება. ან რაღაცა არ ვიცი, კლიენტები უფრო მეტი იყვნენ თუ რაღაცა, ესეთი წარმოდგენა აქვს, მაგრამ რეალურად არ იყო ეგრე. პირიქით უფრო დიდი კონკურენცია იყო, იმიტომ რომ მაშინ მარკეტი კარგ მდგომარეობაში იყო რა, ასე თუ ისე შედარებით და ყველა დაწესებული იყო, ყველა კარგად მუშაობდა, ასე თუ ისე. რა თქმა უნდა, ყველას მეტი და კარგი უნდოდა, მაგრამ დღესაც რაც ფაქტორიც მუშაობს, არის ის, რომ აი, მაგალითად, ახალ დამწყებ დისპეჩერს, მithmenes კურს გავლილ დისპეჩერს, ესე owner ოპერატორი ვერ ადგება და ვერ ჩააბარებს, ვერ გარისკავს მაგას, რომ მოდი ყველაფერს შენ განდობ და მიმიხედე, ხო? ვერ გააკეთებ მაგას რა და ანუ ჩვენ მაგის შანსი მოგვეცა ადრე, მაგრამ იმდენი შეცდომები დაუშვით, რომ იმათ ძალიან გამოსლება არ ქონდა. თუ რაღაც მომენტში რაც საჭირო იყო, ის არ უცოდით როგორ გაგვეკეთებინა, რა უნდა გაგვეკეთებინა არ უცოდით. თან ახლა რაც შეეხება ეს სამსახურის დაწყებას, ჩვენ დროს შეიძლება სამსახური ნაკლები იყო, კონკურენციას ნაკლები იყო, მაგრამ ხელფასები ძალიან დაბალი იყო. ჩვენ დროს როცა რაღაც $1000-ზე მუშაობდა ხალხი, ის ადამიანი კომპანიას უმუშავებდა დაახლოებით თვეში მინიმუმ $10,000 და უხდინა $100. $100 კი, მართლა. დღეს რო იგივე საქმე გააკეთო, რასაც ბოდიში, იმ დროს ერთ-ერთი რომელიმე ჩვეულებრივი დისპეჩერი აკეთებდა, შენ უმარტივესი იშოვი რამდენიმე $1000 თვეში. კი. რა ჭირდება? უფრო დაფასდა დისპეჩერის რომელიც. რეალურად აი რამხელა ციფრებს გვაქვს საუბარი რა, აი მაგალითად 4 ადამიანი შევიკრიბეთ. დაუშვათ სრულიად დამწყებები ვართ, ყველამ გავიარეთ კურსი, რაღაცები ვისწავლეთ და ეხლა დავჭეკით რომ მოდი რამენად კლიენტი მოვიძიოთ, ხო? ჩვენს წინაშე რა პრობლემები დგას? ერთი რომ აი არ გვენდობა ადამიანი, ანუ ფიზიკურად იმიტომ რომ გამოცდილება არ გვაქვს, ეს გამოცდილება უნდა ავიმაღლოთ, რამენაირად. ეს დავამატებდი რომ
ხშირ შემთხვევაში ეს არანდობა გამართლებული, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი ამ საქმის კარგად გაკეთებას ვერ ახერხებს. თუმცა დამწყების დონეზე და ამ ადამიანებს უნდა გავუგოთ 100%-ით. მილიონი პროცენტით მესმის ეგ და მაგიტო აღნიშნავ ზუსტად. აი, ჩვენთანაც ახლა რამდენიმე ადამიანი, ჩვენ კიდე გამოცდილები ვართ და ვინც დავიმატეთ კურსის გავლილი ადამიანები, ესე რომ ვთქვათ რა, ყველასთვის გეზი იყო ის, რომ რამენაირად ჩვენი დახმარებით იქნებოდა ეს როგორც შევძლებდით თუ სხვა კომპანიის დახმარებით, აიმაღლე გამოცდილება. აიმაღლე გამოცდილება ეს არ ნიშნავს უბრალოდ მიდი და პროსტა საქმე ისწავლე. ანუ ეს ნიშნავს, რომ განვითარდი, ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი დაამუღამე, უფრო მეტი მოვალეობა და პასუხისმგებლობა აიღე, რომ იგრძნო მართლა თუ რამხელა ბიზნესში ხარ. იმიტომ რომ ერთი მანქანაც რო ყავდეს ოუნერ ოპერატორს, ერთი მანქანაც რო ყავდეს. თუ ეს იყო საშუალოდ, რავი, $10,000 ბრუნვა მიმდინარეობს რა და ეს ისეთი ბიზნესია, რომ ჩათვალე რომ $10,000 განდობ რომ მიმიხედო, ხო? ანუ ყოველ თვე. და ანუ გამოცდილებას რო აიმაღლებ და ასე შემდეგ, რაღაცა პერიოდის შემდეგ, მე მაგალითად ჯგუფში ისევ დავჭდებოდი, რაც შეიძლება რომ დღესაც გავაკეთოთ. და მოვიძიებდი ისეთ კლიენტს, მაქსიმალურად ეს პოსტების საშუალებით იქნებოდა, ვიდეოების საშუალებით როგორც არ უნდა იყოს, რომ ვანახო ამ ადამიანს თუ როგორი სანდო ვარ მე, ჩემი კვალიფიკაციით, ჩემი გამოცდილებით და მხოლოდ ამის შემდეგ ჩავიბარებდი ამ ყველაფერს. თორე ისე რომ აბდრე ჩავიბარო არ შეიძლება რა. მე თვითონვე გამოცდილი მაქვს. წერა როგორც ვახსენეთ, რაღაც ჩოგვარებია კომპანია, შეიძლება ეს არ ყოფილა ჩვენ რაღაცა ყოველი კლიენტი იყო ჩვენი ნაცნობი. შეიძლება ჩვენი მაქსიმუმი დავდეთ 100% დავდეთ. კი. მაგრამ ეხლა როგორც უყურებთ, ისე კარგად არ გავაკეთეთ რაღაცეები, როგორც შეგვეძლო რომ გავაკეთებინა. და უფრო მეტი ინფორმაცია მივიღეთ, უფრო მეტი გამოცდილება მივიღეთ, კი. ეს შეცდომების გამოწვეული არ იყო, ეს უფრო იყო ინფორმაციული ვაკუუმის ბრალი რა, იმიტომ რომ ხშირად ეს არ მომწონს ხოლმე ყველაზე მეტად, რომ დრაივერები და უნერ ოპერატორები ვინც იქ არიან რა, ანუ ერთმანეთს ავრცელებენ ისეთ ინფორმაციებს, რომელიც ერთმანეთის არ ამომგებიანია, არამედ წამგებიანი არის ხოლმე რა. მაგალითად ძალიან ბევრჯერ გამიგია, რომ აი იმისი დისპეჩერი იმას უფრო ტვირთავს, გროსი აქვს იმას 12 და 15000 და შენ რატო გაქვს 9000 და 10000 რა და მე რო ვფიქრობ, ანუ ერთ იგივე პლატფორმას ხმარობ რაღაც, ნუ ალბათ პერკები აქვს იმას ბროკერები ყავს თავისი თუ რაღაცა რა, მაგრამ ეს ცნობა, ეს ინფორმაციის გაცვლა ყოველთვის გაგდებს უფრო უარეს წნეხში, რომ აუ მოდი ახლა დავფიქრდები, მე უფრო მეტ დროს დავუთმობ იმაზე, რომ რას ვაკეთებ ახლა არასწორად და მე ნელ-ნელა ამ ყველაფერში ამუღამებ იმას რა ქვია წინსვლის მეთოდებს რა. ეს ღოლიც რო ეჭვებშია. თან ამ საქმეს არ უყვარს. საშინელებაა. მომენტებში ამ საქმეს პედიქტ უყვარს ჩქარა გადაწყვეტილების მიღება. ხო. კაბ გადაწყვეტა, იმიტომ რომ რაღაც მომენტში თუ არ მიიღე წამერი გადაწყვეტილება, ეგ გაგიქცევა. ეგ ტვირთზე. მაგრამ ისე არა. არა, კომპანიის დაგეგმვას რაც შეიძლება ლიზინგი გინდა, რენტი გინდა, რავი, დიზელის ბარათი გინდა, ნებისმიერ რაღაცაზე დაიმახსოვრეთ ეგ კონტრაქტი, აი ხა მით ყველაზე მარტივია ეხლა ცხოვრება რა მარტივია ChatGPT-თან ერთად. ყველაფერი აიღე ჩაუგდე და ინფორმაცია გაქვს ულევი ძმაო. ულევი ინფორმაცია გაქვს. სად იყო მაშინ ესეთი რაღაცა? ახლა უნდა გამოგეპრინტერებინა, მერე უნდა გეკითხა, გაგეჰაილაითებინა. ისეთი კონტრაქტებია, თვალები აგიჭრელდება უბრალოდ. ხო? უბრალოდ თვალები აგიჭრელდება. რამდენი რაღაც კიდე ვერ გავიგე. დღეს უნდა გაანაწილო, დღეში ერთი გვერდი წაიკითხო, რაღაცა ნენელა გახვიდე ბოლოში. ეხლა ბიჭო ის რა არის, რა ქვია. ChatGPT-ს გავაკეთებინე რესერჩი რა, მენსკი საით მინის როგორ მინის მარკეტი. 24 გვერდი დამიწერა. წარმოიდგინეთ 24 გვერდში ხა ერთი კითხვა ხო მაინც მექნება და ამაზე რომ ჩავაშტევინებ კიდე 24 გვერდი დამიწერს. და ანუ იმხელა ინფორმაციულია წყარო არის რომ რავი. წინაზეც მე რაღაც იმის საკითხვა მაინტერესებდა კონტრაქტის, ჩავუგდე ChatGPT-ს, მეთქი რა არის ამაში საშიში. სად შეიძლება რაღაცაში გამომიჭირო, სად შეიძლება ფულს გადახრა და მომიწიოს, ასე შემდეგ რა არის მეთქი სარისკო. წაიკითხა ნახა რომ არაფერი არ იყო საერთოდ და ისეთი მარტივი კონტრაქტი იყო და მომცა ასე თქვა უფლება დამარცხდა და მომშვიდა და მე გავაკეთე ყველაფერი როგორც საჭირო იყო. ხო, იდეაში ძალიან გეხმარება რა. ბროკერებთან პასუხშიც გეხმარება, ყველაფერში გეხმარება ChatGPT რა. სერგი, შენ გამოგვიყევი ახლა მაგალითად ჩვენ შორის ერთ-ერთი ყველაზე ახალი დამწყები დისპეჩერი ხარ ესე რა ვთქვათ რა და კურსით რო გაიარე მაგის შემდეგ რა პროცესები გაიარე, როგორი იყო, რთული იყო, უფასოდ იმუშავე თუ არა და ასე შემდეგ. ნუ კურსი რო გავიარე, იდეაში კურსის გავლის დამთავრებამდე ერთი კვირა იყო დარჩენილი კურსის გავამდე, მაგდროს დავიწყე რა მუშაობა. ამ ბოქსტრაკებზე და expedited shipments რა, ესე ეძახიან. ხო და პირველი ორი თვე მომიწია კი
ნუ ხელფასის გარეშე, ნუ იდეაში ხელფასის გარეშე ერქვა, რავი, არაფერი მინიმალური ძალიან $50, $100. და მე ნუ ეს ტრეკინგის ის დავიმატე, ღამის სმენას დავიმატე, რაღაცები უფრო მეტი რაღაცები გავიგე და ანუ ვიცოდი რომელ ბროკერებთან უნდა დავები და რომელ ბროკერებთან ავიღებდი ტვირთებს და ნუ ეხლა მშვენივრად ვიდივარ, რავი. მშვენიერი გამოცდილება მიიღო. ანუ და იდეაში უფასოდ მოგიწია თითქმის 2 თვე მუშაობა. კი, ანუ ყველაფერში, რავი. მაგრამ უფრო ისწავლე ეს 2 თვე. კი. რაც მეტი საქმე დაიმატე. კი, მე უფრო მეტი ვისწავლე კიდე რა. ეხლა ღამის სმენაში ტრეკინგი ვარ და ბროკერებთან კომუნიკაცია მაქვს, რავი. ანუ ბევრი რამის ვაკეთებ რა ამ კომპანიებში. ყველაზე საინტერესო რა არის თქვენი აზრით დისპეჩინგის სამსახურში? Multitasking-ი რო გიწევს და სხვა ქვეყანაში აწყობ ბიზნესს ამერიკას ვართ შეხებული პირდაპირ მნიშვნელობით. მნიშვნელობით. კი და თან არა მარტო ჩვენ შეიძლება სხვა ქვეყანაში ვიყავით ფიზიკურად ამერიკის ტერიტორიაზე უშუალოდ ვახდენთ გადაზიდვას და პლუს ამას შეიძლება ისეთ ადამიანთან კონდეს შეხება რომელიც ამერიკაში არ ზის, სხვა განზის და ჩვენ ორივე ამერიკა გვაერთიანებს. კი. ანუ ამაზე საერთაშორისო ბიზნესი რა ვქოს სხვა ნუ ჩვენ არეალში და ჩვენ საშუალო ფენისთვის ნაკლებია თუ რა თქმა უნდა ხა ბიზნესები არსებობს რა კონტინენტიდან კონტინენტზე არის გადაჭიმული ხო? არა უშ არ უყურს. ბევრმა არ იცის კიდე დისპეჩინგი რა არის რა. ბევრ შეუძლებელიც გონია დარწმუნებული ვარ. მას მე როგორ გავაკეთებ და რავი არაფერი შეუძლებელი არ არის თუ ისწავლე და თავს გაიჭყლიტავ და მარტო ხელფასზე არ იფიქრებ ყველაფერი შესაძლებელია. ადამიანი მანახე რომელმაც 100%-ით მოინდომა და ვერ გააკეთა. ნო ეგეთი ადამიანი არ ვიცი არა. მაგრამ თავარია ცოტა და გაწირო თავისუფალდრო და კომფორტი რა. ან მიმართულება კიდევ ანუ როგორც ესეთი ChatGPT გაქვს რავი ანუ ხალხი ყავს. დაწერეთ კომენტარები კი პასუხებთ მაგაზეც ეგეც არ არის პრობლემა ნებისმიერ თემაზე შეგვიძლია ვისაუბროთ და განვავრცოთ თუ როგორ შეიძლება მithumetes დამწყებმა ადამიანმა რომ რაღაცაში შევიდეს ამ ბიზნესში ესე რო ვთქვათ. კი ბატონო. მე დავამატებდი რა, მე დავამატებდი. დისპეჩერის თვითონ სკილებზე. მინდა რომ ვისაუბრო. თავიდან მამაჩემ დამაინტერესა 2018 წელს. მითხრა რომ აბაუშვილო დისპეჩინგიაო, ესეთი სფეროო, სადაც $100-ებში გამოიმუშავებ ხელფასო და მოკლედ $10,000 და $100,000-ებზე არისო საუბარიო და ცოტა დამაინტერესა მაგით, მაგრამ ახლა ცოტა სტუდენტი ვიყავი და კაი მამა ტრაკები და ეხა ეგ მომახსოვრები მე ნახი ნაწილები მანქანის სიტყვა ზოგადად დისპეჩერის ყველგან ასოცირდებოდა მაშინ ჩვენ რაღაცა ტელეფონზე უნდა იყო და ესეთი რაღაცა და მე ნელ-ნელა რომ დავაკეთე ჩემი რესერჩი და იქ მოვიძე თუ მე რა ხდება, რამდენ პროცენტზეა საუბარი და რამდენ ფულზე არის საუბარი. რა თქმა უნდა, ფულმა მიმიზიდა, როგორც მე მგონი დღეს ყველას გვიზიდავს ფული, რა თქმა უნდა. ხო, ამ ფულისკენ დავიწყე მოძრაობა და რა თქმა უნდა, რაღაც მომენტი იყო, რომ კარგადაც გამოიმუშავებდი, რაღაც მომენტი მithmetes თავიდან იყო, რომ $0 კი არა და მინუსებშიც გავდიოდი, ძალიან ჩვეულებრივ ეს აურიდებელი პროცესია მე მგონი. მაგრამ ნელ-ნელა რომ დავამუყავ, ნელ-ნელა რომ ვისწავლე ერთი წელიწადში, ჩემ თავს რო გადმოვხედე, ბიჭო, ესე იგი ვიცოდი რა. ინგლისური ენა გავიტეხე, იმიტომ რომ მაშინ B1-ზე ვიცოდი, თუ B2-ზე აზრი არ აქვს, სპიკინგი მაინც სხვანაირი არის. აკადემიური საბუთების შევსება მომიწია, იქ საბანკო ანგარიშებთან წტომა, კონტრაქტების შევსება და წაკითხვა. მე ბროკერებს ველაპარაკები და ხალხი გავიცანი. მე ეს ხალხი რო გავიცანი, დავკავშირდი კიდევ უფრო მაღალ მდგომ ხალხთან. მე იქ დიზელის ბარათი იყო, დიზელშიც რაღაცა მეთქმის რომ შემიძლია რომ მიმოვიხედო. ფაქტორინგი არის და ყველაზე დიდი მახი არის რაღაც მხრივ თუ სწორად არ არჩევ ფაქტორინგს და მაგასაც შევეხედა. მე რო გადმოვიხედე უკან რა. ესე იგი ვიცი რა, ინგლისურად კარგად ვიცლაპარაკი. კომუნიკაციის სკილები დამეხვეწა. ცოტა მარკეტინგიც მჭირდება, გაყიდვებიც მჭირდება, რომ ტვირთი კარგ ფასში ავიღო და ბროკერი დავარწმუნო, რომ მე მისი ქერიერი ვარ. რავი, ანუ იმდენი რაღაცა შემიძლია რომ ჩამოვთვალო, რომ განა დისპეჩერი ვარ, მართლა ბიზნესის რაღაცა თანამონაწილე ვარ ჩვეულებრივ, რომელიც მართავს თავისებურად. ანუ ჩემს გარეშე რეალურად და ჩემი საბუთების შევსების თუ რაც არ უნდა იყოს, ბიზნესი ვერ წავიდოდა წინ. ნუ ჩემს გარდა ეხა სხვაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ მე რო ამომაგდო უცბად ჭრილიდან, შეიძლება 70% გაუკეთებელი იყოს ამ ბიზნესის. ნუ ეგრეა. კი. მაგიტომ მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო. უნიჭიერესი კი არა და უსაჭირო ის რგოლი ხარ, რომელიც კომპანიას ასე ვთქვათ წინ წასვლაში ეხმარება, მისი ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია.
როგორც შეგიძლია აშენო, ასევე შეგიძლია დაანგრიო ძალიან. წინწოდში და სიცოცხლეში წეხმარება კომპანიას რა. რომ მუშაობს და ტრეთებს იღებს. აუ მოდი ხარ რა თქვა იცი? ნუ მოკლედ ამდენი გამოცდილება გვაქვს. ფაქტორინგს ვაკეთებთ ინშურენს და ის გვაქვს და არა ეგ არ გვინდა საერთოდ ჩემი აზრით ერთ-ერთი რაღაც რაც ყველაზე საინტერესო მოყამე არის რომ ფულს არ უნდა სდიო რა ფულს როცა მისდევ შენი თვალსაჩინო ვიწროა მარტო ფულს უყურებ და ჩვენ რო უყურებთ რეალურად უფრო განვითარებას და უფრო წინსვლას ანუ მე პატარა ბიჭები აღარ ვართ რა გვინდა რომ ჩანსახი ბიზნესის დაგვიბერდა კაცი ხო 27 რა რეაქცია არაფერი საერთოდ პირიქით ეხლა იწყება ყველაფერი და გვინდა რომ რაღაცნაირი ჯანსაღი ბიზნესის თანამონაწილეები ვიყოთ და რა თქმა უნდა ფული მოვა ოღონდ do not chase attract და იგივენაირად მე მაგიტომაც შემიძლია რომ არ გავიკეთო რეკლამა კიდია რეკლამა ვისაც დავაინტერესებ და ვისაც ენდომება რომ ჩემთან კონდეს კომუნიკაცია დიდი სიამოვნებით მივიზიდო ესეთ ადამიანებს აჰა კი ბატონო დიაში მართლა ეგრეა არ უნდა რეალობა ესეთი რა ჩვენ ვისაუბრეთ ჩვენი გეგმა რეალურად არის რომ შევქმნათ ისეთი ბაზა ისეთი დისპეჩერების community რომელიც რაღაც სანდოობას გამოიწვევს პირველ რიგში როცა ადამიანი დაგიკავშირდება ამისთვის ბევრი უნდა ვიშრომოთ მე დარწმუნებული ვარ მაგაზე რომ ბევრი სტრესი გველოდება კიდევ წინ ეს არ არის რაღაცა სახუმარო თემა მენეჯმენტი ჭირდება მით უმეტეს აი მაგ მოვალეობების გაყოფას და კიდე არ გინა ჩვენ უნდა ვითაოთ მაგ ყველაფრის გაკეთება და მოვაწესრიგოთ შიდა სამზარეულო ესე რომ ვთქვით. კი, რა თქმა უნდა. მაგ ყველაფერს ჭირდება დრო, დისციპლინა, გამოცდილება და კარგ ხალხთან ურთიერთობა. რაც ჩემი აზრით გვაქვს და კიდე ვაშენებთ მაგ ურთიერთობებს და 2 წლის შემდეგ ალბათ მეგობრები ყველა მზისათვალეებით ვიქნებით, იმიტომ რომ ჩვენი მომავალი იქნება ძალიან ნათელი. და სხვანაირად ვერ გავუძლებთ. და სხვანაირად ვერ გავუძლებთ, ასე რომ მეგობრებო 2 წელიწადში მოემზადეთ მზისათვალეები, იყიდეთ თავს. მზისათვალეები ყველას ვიჭება, მე გამოვიწევ თქვენთვის. Art კომზადო ვახტა Our future is too bright man. ხო, რავი. სასიამოვნო იყო მეგობრებო, ჩემი აზრით, ინფორმაციული შეხვედრა გამოგვივიდა და ვინც მოგვისმენს და რამეს დავეხმარებით, ხო, კარგი. თუ არა და მომავალში ისევ ჩვენ შევხვდეთ და ჩვენ ავაღორძინოთ დისპეჩინგის საქმე საქართველოსთან ამერიკაში. მადლობა. ახლა ავდგეთ და გავიდით. კარგად. იცი რა იყოს ერთ რასაც დავამატებ რა და ცოტა პატარა დამეთქვით ანუ დამწყებ დისპეჩერებს რო გავამოხლოთ ყურადღება რაღაცნაირად შეგვიძლია უცბად ვქნათ. მიდი კაცო. შენ დაალაგე. დამწყებ დისპეჩერებზე რა? პატარა პროტიპი რომ მივცეთ მე მგონი იმ ადამიანებს ვინც ახლა ცოტა გზა აქვთ არეული და ცდილობენ ან ახლა ეძებენ თავიანთ გზას ახლა არიან ძებნის პროცესში კი ბატონო თუ დისპეჩინგი ოდნავ მაინც გაინტერესებთ მეგობრებო გირჩევთ რომ პირველ რიგში შეხვიდეთ არა მარტო ბრაუზერში არამედ ChatGPT-ით და დაწეროთ პირველი სიტყვა დისპეჩინგი მარტივად დისპეჩინგის ინფორმაციასაც მიიღებთ დავიწროეთ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შეაგროვეთ ამ სფეროს შესახებ. ამის შემდეგ ანუ შანსი არა მე ვერავინ ვერ მეტყვის თუ თვითონ არ მოინდომებ ადამიანი სხვანაირად არაფერი არ გამოვა. როდესაც ChatGPT-ს დაუწერ dispatching იმხელა statements მოგცემს რომ კითხვა გაგიჩნდება. კითხვა რო გაგიჩნდება ამაზე პასუხიდანაც კიდევ კითხვა გაგიჩნდება. თუ კითხვა არ გაგიჩნდებათ დაჟე კითხეთ ChatGPT-ს თუ რა კითხვა შეიძლება რომ გამჩენო და რაც ვერ მოვიფიქრე მართლა გეუბნებით მაგაზეც გაგცემთ პასუხს და ამის შემდეგ როგორც სერგი თქვა შეგიძლიათ დაიწყოთ მუშაობა უფასოდ ეს არ არნიშნავს მაინდა-მაინც რომ უფასო სტაჟირებაზე ამიყვანეთ ვინმე მგთხოვთ და ასე შემდეგ უბრალოდ გამოყავით თქვენი სკილები გამოყავით თქვენი უნარჩვევები და შეეცადეთ მაქსიმალურად იმ ინფორმაციის გაზიარება შეძლოთ მკაფიოდ იმ ადამიანებისთვის ვინც ამას დაინახავს თუ დღეს ვერ დაინახა ამ ადამიანმა და არ მოგეკცათ ყურადღება ხვალ ერთი კვირის მერე ერთი თვის მერე გირჩევთ რომ არ დანებდეთ კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია შეაგროვოთ რა თქმა უნდა იფიქროთ რომ ხელფასი გჭირდება რა თქმა უნდა ეგ
ჩაოლებრივი ამბავია და side hustle-ები მე მგონი ოკეია რომ აკეთო ასე თუ ისე, თუმცა ამ ბიზნესში როდესაც გადმოდგავ ნაბიჯს, პოტენციალი რეალურად მართლა რომ მიიღო და შექმნა ეს ბიზნესი. არის როგორი? ერთი მანქანა თუ გამოიმუშავებს, ყველაზე გრძელი მანქანა რო ვთქვათ 59 ფიტიანებზე რო ვთქვათ. ერთი მანქანა თუ გამოიმუშავებს საშუალოდ $10,000 კვირაში. ამის რამდენი პროცენტით არ უნდა დაგწოს ადამიანმა? მიეხეს საშუალოდ მე მგონი 3-5-7% არის როგორც ვიცი დღევანდელ მარკეტზე. დაუშვათ რომ ავიღოთ 5%. 5% არის $500 კვირაში. ერთი მანქანიდან გამომდინარე. ერთ ადამიანს ფიზიკურად ყველა ოპერაციები რომ შეითავსოს ესე რა ვთქვათ და არა მარტო ტვირთების აღება ჩაბარებაზე იყოს, შეუძლია რომ დაუშვათ 3-დან 7-10 მანქანამდე გაუმკლავდეს მსგავს რაღაცას. მოცხოვრება აღარ გექნება მე, მაგრამ ოკეი. ესე იგი, შენ თუ შეგიძლია რომ 3 მანქანა საშუალოდ მინიმუმ ჩაიბარო მსგავსი, ეს ნიშნავს რომ owner operator-ს თითქმის არაფერს არ წარმოადგენს ახალი owner operator-ების მოწვევა. ხო ესეა? კი ბატონო. უბრალოდ გამართული უნდა გქონდეს მიღება ჩაბარების აქტები და საქმით უნდა ნახებოდე რომ კარგად ამუშავა ყველა მოყვანილ მწყურს. რა თქმა უნდა. ეს რომ უნდა ამტკიცებდეს საქმით ეგ და მე კიდევ ვიტყოდი ერთ რაღაცას რა. ანუ პირველი 2 თვე შეიძლება საერთოდ ტვირთი ვერ აიღოთ რა, მაგრამ ანუ ფაქტი ხო არის რომ ჩვენ მუშაობთ. ახლა შეიძლება ზოგს ვიღაცა ზოგს აფერისტებს ვიგონოთ მაგალითად არ ახარ დისპეჩერები, მაგრამ ფაქტია რომ მუშაობთ რა. წვდომა გვაქვს ყველა ლოუდბორდზე და ჩვენ ვიღებთ ტვირთებს და ჩვენ თქვენზე ანუ უფრო დიდი არაფრით არა ვართ რა. პროსტა ჩვენ უფრო მეტი ვისწავლეთ. უფრო მეტი დრო დავუთმეთ. უფრო დიდი დრო დავუთმეთ. ნუ უფრო მეტი რამე ვისწავლეთ და სადღაც გაგვიმართლა. და ღამეები ვათიეთ რა და რავი. სადღაც გაგვიმართლა და მაგასაც ვიტყოდი. მაგრამ თუ გინდა მიაღწევ მე ეგრე. ერთ რასაც დავამატებდი, რაც მე ესე მგონი. უკრიტიკულესია ჩვენ სფეროში არის ადამიანთან ურთიერთობა. ყოველთვის ყოველთვის ლაპარაკები ადამიანს. იქნება ეს ბროკერი, მძღოლი, კომპანიის მფლობელი, პიკაპზე ადამიანი, დელივერზე ადამიანი, სულ ყველას ვესაუბრებთ ადამიანს. აქედან გამომდინარე, დამწყებებს ურჩევდი, რომ ვინც ამ სფეროშია რაიმე განხრით, ნებისმიერ განხრით გაილაპარაკეთ, გაილაპარაკეთ, კი. ამ სფეროს გარშემო რაღაცები გაიგეთ, რაღაც კითხვები დავუსვით და ყველაზე ასე ვთქვათ რეალურ ინფორმაციას მოგაწვდიან ადამიანები რა როგორ გააკეთოთ, რა როგორ ხდება და მაგისთვის ჩატები და ჯგუფები არის ძალიან კარგი. კი, რომელიც შეიძლება თქვენასწორ საერთოდ არ იყოს, მაგალითად იმედა. მიწერეთ იმედას. კი, პირაჩი წავწერ, რავი, ყველაფერზე გიპასუხებ. წინაზე დამირეკა ერთმა ადამიანმა, არ ვიცი ჩემი ნომერი საიდან აღმოაჩინა, 20 წლის ბიჭი არის. აი, უმაგრესი ადამიანი. შეიძლება ბევრი რაღაც არ იცოდა, არც კურსზე არ ქონა გავლილი, მაგრამ ისეთი ინფორმაცია მომცა უკვე, რომ სულ კურსს გავლა აღარ ჭირდებოდა. მან მართლა თავისი საშინაო დავალება გააკეთა და მართლა დამანახა, რომ ჩემი დრო ღირს იმად რომ მე მისთვის დავლაპარაკებოდი და ასევე რავი შეთანხმებულები ვართ რომ შევხვდეთ კიდევაც და კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია გავცვალოთ ერთმანეთში. და ესე უბრალოდ ზარით მოხდა ეს ყველაფერი. უბრალოდ ზარით. მოწერეთაც იგივე იქნებოდა დარწმუნებული. უბრალოდ თავარია გახსოვს რამდენჯერაც კი ყოფილა ისეთი მდგომარეობა რომ კლიენტი გვდომებია. ანუ როცა გავიღვიძეთ კლიენტი გვინდა, დავიძინეთ კლიენტი გვინდა, ამაზე რომ ფიქრობ გინდა არ გინდა რა. ხალხის შენს გარშემო ვიღაცას მიწერე, ვიღაცას თან ხმართ, უბრალოდ თქვი, რომ კლიენტს ვეძებ და უცბად საიდანღაც მოდის ეს ყველაფერი რა. კი, უბრალოდ ხეს არა, ხოლმე რა ზეგო. კი. უბრალოდ უნდა იყო obsessed რაღაცნაირად, რომ დავაი. იმიტომ რომ როგორც წეგანო ამბობდი, უბრალოდ გავწყვიტე წინადადება. 3 მანქანა თუ გყავს და ერთი მანქანა $500 თუ გამომუშავებ, ავტომატურად ნიშნავს, რომ $1500 ხარ კვირაში. კი, რა თქმა უნდა. ხო. და ეს რომ განავრცო რეალურად და ამოიყვანო 10 მანქანა, 20 მანქანა და ასე შემდეგ. შეგიძლია დისპეჩერებიც დასვა, შენივე გუნდი შეკრა და მენეჯმენტო, ოდნავ ნაკლები გადაუხადა, სხვათა შორის არ მომწონს ძალიან $1000 რო უხდიან ხოლმე, ეგ არ მომწონს. მირჩენ 1%. ხო. 1% კიდე ოკეია, მაგრამ განვითარების საშუალება არ მომწონს. მომწონს. ხო. დისპეჩერ პასუხისმგებლობა რა. კი ბატონო, ამას მე შემიძლია რომ ციფრებით დავთვალო ყველანაირი ყველა ხარჯი და ასე შემდეგ რა როგორ რანაირად და მაინც ვთქვა რომ ეგეთი კომპანია მინიმუმ მაინც უნდა უხდიდეს, ნუ მაქსიმუმ უნდა უხდიდეს დისპეჩერს 3% მაინც რა. თუ მეწზე აღარ წავდგეს 3% მაინც უნდა უხდიდეს და 3% $300-ზე რო აიღო და 3 მანქანა რო ჩააბარო, მისთვის ისეთი კარგი ხელფასი არის რომ რეალურად აწყობილ კომპანიაშიც ძალიან კარგ საქმეს გაგიკეთებს და ცუდად არ გაგიკეთებს არაფერს რა. ეს ძალიან დიდი ფაქტორი არის ამ ყველაფერში და იგივენაირად მე თუ დავიწყე ეს ყველაფერი და მოვიყვანე იმდენი რაოდენობის მანქანა და იმდენი დისპეჩერი, რომ მე 3% ვუხდი მას, ასევე რაღაცა წილით მხვდება, მრჩება მე და ეს ნიშნავს ავტომატურად რომ შეიძლება კვირაში მე უბრალოდ შემომდიოდეს $10,000.
და სხვათა შორის მაგის განვითარების საშუალებას მაძლევს. სხვათა შორის რა ხიფასებზეც ეხლა არის ლაპარაკი, რაც ახსენი რომ 3 ტრეილერი თუ ყავს $6,000 ხარ თვეში. ანუ ეგ ხელფასი ამერიკაშიც ბევრს არ აქვს. 95% ამერიკის $60,000-ზე მუშაობს. კი. თუ უფრო ნაკლებზე არა რა და წელიწადში. კი, წელიწადში. ხო, წელიწადში ვიძახ. ძალიან მაგარი მომოტივირებელი თემაა. მომოტივირებელი რეალურია რა. რეალური. კი. უბრალოდ ნა მოინდო, მაგრამ არ უნდა გაჩერდე. კი. და აი ეს ყველაზე ცუდი რას აქვს ყველაზე dispatching-ს ეს მე თვითონ გამოვიარე და ჩემ გამოცდილებაზე გეტყვით. ოდნავ ფულს რომ შოულობ და რაღაცა. ხო, ანუ პატარა ვიყავე რა, გინდა არ გინდა და რაღაცნაირად ანუ რო შევეჩვიე ამ ფულს რო კარგად შევომდიო და რაღაცა $1,000 რაღაცა მეგონა ცოტა თავში ამივარდა თუ რაღაცა რა, რომ აუ მეთქი რამდენი ფული შემომდის და რა მაგარია და რაღაცა რა თქმა უნდა საქმეს ვაკეთებდი ჩოულებრივ. მაგრამ ხო აი მაგას ჩოულებრივ ვაკეთებდი რა, აი გავჩერდი. ნახე აი ამდენ ფულს გამოვიმუშავებ და ხო, აი ნახე რა მაგრა შემიძლია ხა რომ ვიცხოვრე თან იგივენერად ვმუშაობ და აღარ წავედი წინ. თან ეს ფული გქონდა დახარჯო. დახარჯო ფულს დრო უნდა. ხო. და აღარ განვითარდი რა რაღაც მომენტი და მე რომ მივხვდი რომ მეთქი რას ვაკეთებ. გაკრას მაგის მერე იყო რომ ცოტა შემოვცხე ჩემ თავს. კი, აუცილებელი ეგრე უნდა გვექნა. მოკლედ ეს იყო დღევანდელი საუბრები. საკმაოდ პროდუქტიული, მადლობა ბიჭებო, სტუმრობისთვის. მადლობა მაყურებელს ყურადღებისთვის. კი ბატონო, წარმატებული ყოველს. წარმატებული. კაცი, შენ გინდა სტუმრები ძმაო,